Action. Всё. გაუმარჯოს. ვითომ 7 იანვარია 2023 წლის. კი ბატონო. და გავიცანით ერთმანეთი. დავშტოთ. მოკლედ, ხო არა, აუხსნი ამ ამბის წესებს, რა დაგვიბარეს. თამაშია მოკლედ ასეთი, უნდა ამოვიღოთ 10 კითხვა არის ჯამში და ერთმანეთს უნდა დავუსვათ ამ სკივრიდან ამოღებული ეს შეკითხვები და რა ვიმედია საინტერესო ამბავი იქნება. კრიტიკულ შეკითხვებს ველოდები და კრიტიკულს რა გონია რომ მე და შენ შორის დებატებიც რო შედგეს, ეგეც არ იქნება სულ. კი, საინტერესო იქნება. კი, საინტერესო სანახავი იქნება. ამიტომ ხო რა. სხვა შორის აი რომ მქონდეს ეგ ვარიანტი რომ ვინმეს დებატებს უყურო, ჩემსა და შენსაც უყურო საინტერესო. გვიქშორიდან. კი. მოდი აბა. რომელ ქართულ პოლიტიკოს ენდობი რა იწევს შენში ამ ნდობას? მე ვენდობი. ჩვენები ჩამოწვა. ვადო მაჭავარიანს ვენდობი. იცით რა, ზოგადად იმ გარემოში სადაც ვართ, ჩვენი მოძრაობის ჩამოყალიბების მთავარი იდეაც ეგ იყო, რომ თანმიმდევრულობის ნაკლებობა, პოლიტიკური სიჯანსაღე, სიახლე, რასაც ვერ ვხედავთ. ნუ რეალურად არის ბევრი ადამიანი, კარგი ადამიანები, ვინცაც შეიძლება ასე ვთქვათ, თანამშრომლად მოვიაზროთ ან რაღაცა თემატური გადაკვეთა გქონდეს, თუმცა ესე კონკრეტულად ვერავის ვერ გამოვარჩევ. ყველა კარგია თავის მხრივ, ყველა ერთ ბრძოლაში არის, მაგრამ ესე კონკრეტული პოლიტიკოსი, ვისაც ვენდობი, ალბათ ვადო მაჭავარია. ჩემთვის ზუგა შოშიაშვილია და ნუ იდეაში ეგ არის, ჩემი აზრითაც რა, რომ იმდენად ნდობის რესურსი ყველანაირი პოლიტიკოსებმა ამოწურეს, რომ მაგკითხვაზე პასუხი ხალხისთვის გახდა ყველაზე რთული რა და მე მგონი მაგკითხვაზე პასუხი უნდა ვაპოვნინოთ ხალხს რა. დაასახელე ერთი რამ, რაშიც კატეგორიულად არ ეთანხმები ოპოზიციურ ფლანგს. ახსენი რატო? ბიჭო, რამდენი რაღაცაა ეხა ერთი კარგად როგორ შევარჩიო. ბიჭო, კატეგორიულად არ ვეთანხმები იმაში, რომ აი წარსულის გადააზრება არ ისმით რა არის. ისეთ ადამიანებთან შეუძლიათ ხელის ჩამორთმევა, ისეთ ადამიანებთან შეუძლიათ თანამშრომლობა, ისეთ ადამიანებთან შეუძლიათ რაღაც გვერდზე დაждდომა, ვისაც შეუძლიათ რომ ან წინა დღეს, ან მეორე დღეს შეურაცხყოფა მიეყენონ ესე და ესე. თანმიმდევრულობა, ხო, მაგრამ აი წარსულს ვერ იაზრებენ რა. აი მე მგონი რომ მაგათ წარსულის გადააზრება როგორც ფორმულა აქვს ტვინში. მე მგონი რომ არასწორი არის რა და მე უსურვებდი რა ამ სახელმწიფოს უსურვებდი რომ ეს წარსული უფრო კარგად გადაიაზრებინოთ. იმიტომ რომ საერთოდ ვერ იაზრებენ რა, ანუ ვის უნდა ეთანამშრომლო, ვის უნდა ჩამოართვან ხელი, რა შეცდომა დაუშვა ეს წარსულში, ვინ რა შეცდომა, ანუ აი თუნდაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ზოგმა ვინ რა შეცდომა დაუშვა. ეგ ვერ ხო, ნუ ზოგმა კი მიხვდება ხო ყველა, ან თავის წინა ცხოვრებაში ზოგი ბიზნესმენიც იყო ასე შემდეგ აღარ დავასახელებ სახელებს დაგვარებს არც მინდა. უნდა გადაიაზრონ კარგად, რომ რაღაცები აქვს შესაძლებელი და ვიღაცებისთვის გზა აქვს დასათმობი უფრო სიახლისთვის. ხო, ალბათ ჩემთვის ესე იქნებოდა. თანმიმდევრულობა და შეცდომის აღიარების მომენტი უნდა გქონდეს. ვინ აფინანსებს სართულს? სართულს აფინანსებს ხალხი. თლიანი. პირველი დღიდან ხო, 2 წელი ვიყავით აი მართლა ჩვენ რესურსზე. რო გეკითხა ვინ აფინანსებს სართულს, მაგას სულ ხუმრობდი ხოლმე, რომ აი ვადო, ზუკა, პაპუნა, ვაგროვებდით ხოლმე რაღაცებისთვის და რა ვიცი რა ჩვენ რესურს მაგას გვეხარჯებოდა რეალურად, რა ვიდეოებს ვიღებდით, რასაც ვაკეთებდით, დავდეთ მაგის მაგალითად, რომ შეიძლება ბინძური ფულის და ოლიგარქიული ფულის გარეშე, რასაც ხვები არ აკეთებენ, ეგ 2 წელი ზუსტად 23-24 ყველაზე აქტიური ბუმი იყო ოლიგარქიული ფულის და რამდენი შემოთავაზება მოსულა და არაფერზე არ დავთანხმდით, ძალიან სწორი ვქენით ჩემი აზრით. სანამ შესაძლებლობა იქნება, იქამდე ვიქნებით დამოკიდებული მარტო იმ დონაციებზე, რაც შეგვიძლია. და რაც შესაძლებლობაც გაჩნდება, მხოლოდ ღიად ვიქნებით. ანუ აი ეგ არის რა, რომ არ უნდა გიტყდებოდეს შენ, აი მე არ მიტყდება, რომ თქვა რომ ხალხი მაფინანსებს, არ უნდა გიტყდებოდეს და მალავდეს შენ რაღაცას და ვიღაცას რა. და ოპოზიციის პრობლემა ეგ იყო რა რეალურად რა აქამდე რა და ოცნების პრობლემაც ეგ არის რა. დღევანდელ სიტუაციაში ვერც ვერავინ ვეღარ დაგაფინანსებს. ხო, ეგეც არის კი და ბიზნეს პრობლემა იქნება და გარედან უკვე ყველა ხაზი მოჭრება. და ხალხის რავი რა, ხალხს აი ეგ არის ყველაზე კაი პროცესი, რომ ხალხის წინაშე ვართ ანგარიშვალდებულები, რა მთლიანად ხალხის წინაშე ვდგავართ, ვეუბნებით, რომ აი თქვენ რაღაცაში გვეხმარებით, გვიჭერთ მხარს
და რასაც თქვენ დაკვეთ, რას აი ამ კონკრეტულ საქმეებში ხარჯავ და მე მგონი ყველაზე სწორი მოდელი ეგ არის. 7 თვეში აი რავი რაც დავთვალე, გარდა იმისა რომ ისევ ხალხის დახმარებით დავეხმარეთ რავი გამოსახლებულებს, თვალწელის ქუჩიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რაღაც კარგი საქმეები გავაკეთეთ. რაც ზოგს ლაპარაკობთ, ზოგს ავლაპარაკობთ, ქველმოქმედების ამბავში 6300 ლარით მოვიტანეთ 7 თვეში დღევანდელ მოძრაობა და. ხო, ნუ რეალური. მე მგონი ხო, ეგ ძალიან დასაფასებელი და მაგარი ამბავია. კი, და ისე რომ ჩვენი მოძრაობის დაახლოებით 70 წევრისგან არც ერთს ფინანსური ბენეფიტი არ აქვს ჩვენთან ყოფნის გამო. და ეგეც იშვიათი შემთხვევაა რესურსულად, კი. ამოი. რატომ უწოდა იმედმა სართულს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა? აი ამ კითხვაზე შენ უნდა გასწრებ. ხო, მე უნდა გავცე პასუხი. იმიტომ რომ პირდაპირ შენი სახელის აცმა არიცის, ანუ ჯერ ვარდენი მაჭავარია, ჯერ რატო გონიათ რომ გამიტყდება ჩემი სრული სახელი. ხო, მე მქვია ვარდენი მაჭავარი. ვადოს მეძახდნენ უბრალოდ ბავშვობიდან, რავი, რაც დავიბეცეთ, თან მიტყდება ბაბუაჩემის სახელი. ძალიან მაგარი კაცი. ხო და ეს რაღაცა აი ჯერ აი რა მეწვილვანეობა რაღაცნაირი საქციელი იყო და მე აი ეს ხო ყველას უნდა მიაკერონ რომ ან Deep State-ის ახალგაზრდული ფრთა, ან ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა და ვერ გაიგეს. რომ ამ ქვეყანაში მართლა სართულის სახით და რამდენიმე მოძრაობის სახით ასევე გაჩნდა რეალური რაღაცა შანსი იმის, რომ ნაციონალური მოძრაობისგან და ოცნებისგან და მათი დღის წესრიგებისგან, მათი არასწორი დღის წესრიგებისგან დამოუკიდებლად და მათი რაღაცა ბინძური შავი ჩრდილოვანი გარეგებებისგან თავისუფლად ვიღაცა მაკეთოს პოლიტიკა და არ უნდა უცნებას რომ მაგას შეეგუოს. მათთვის ხო ისაა რომ ნაცია რომ გააშაოს და ოპოზიციაც მაგას ეგებოდა სულ რომ ანუ რაღაცნაირად ისეთ სიტუაციებში ხდებოდნენ ხოლმე რომ ათქმევინებდნენ ხოლმე მაგას და რავი ჩვენ ვამბობთ რომ საერთო ახალი პოლიტიკის დაწყება კიდე. რეალურად არავის მომხრეს საწინააღმდეგო, არავის რეალურად რავი ხარდამჭერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. პირიქით ჩვენ მიგვაჩნია ყველა ჩვენი თანამოქალაქე არის. გვაქვს კონკრეტული პოლიტიკოსების და პოლიტიკური რაღაცა კლასის და პოლიტიკური საქციელების საწინააღმდეგო ძალიან ბევრი. და რა ვიცი რა დანარჩენი გვინდა რომ მართლა ახალი პოლიტიკა შექმნათ ამ ნაცი ქოძისგან დამოუკიდებელი. მე მგონი უფრო მარტივადაც შეგვიძლია მაგის ახსნა რომ სხვა ვერაფრით ვერ გვაშავებენ და ეგეც არის ხო. რა არის იმის გარანტია რომ სართული ბოლომდე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად დარჩება? მაგის გარანტია ერთადერთი ის არსებობს რომ ჩვენი ასე ვთქვათ მთელი მოდელი რის გარშემოც ვართ არის მაგაზე აწყობილი რომ ვიყოთ დამოუკიდებელი. ანუ ეგრევე შეგვეთყობა დამოუკიდებლები რომ არა შეგვეთყობაც არა ანუ იდეაში ანუ არაორგანული იქნება ეხა ორგანული ვერ ვიარსებებთ ისე რომ დამოუკიდებლები არ ვიყოთ იმიტომ ჩვენი მუღამი ასე ვთქვათ იმაშია თავიდან ბოლომდე რომ არც იქით ვართ არც აქეთ ვართ ანუ კი ოპოზიციური მხარე ვართ პროტესტშიც ვართ მხარე რა თქმა უნდა მაგრამ ეგ იმას არნიშნავს რომ რომელიღაც ამ პარტიას ან რაღაცა ოპოზიციური ოლიგარქის დაქვემდებარების ქვეშ ვარ. პირიქით, ანუ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ვიყოთ თავისუფლები და ვილაპარაკოთ ის რაც გვინდა. ვაკრიტიკოთ ის ვინც გვინდა. და ვაკეთოთ ის რაც გვინდა და ვიღაცის დღეს ეს ვილაპარაკოთ იმ თემებზე რაც გგონია რომ საჭიროა და ეხლა პირობითად ვიღაცას თუ გონია რომ რაღაცა არის საჭირო და მე რომ მითხრას მაგაზე ვილაპარაკე ფიზიკურად ვერ ვილაპარაკებ. იმიტომ რომ თუ ჩემს საინტერესო არ არის რაღაც და არ მგონია რომ რაღაც ინფორმაცია მისაწოდებელია ხალხამდე, ასე ვთქვათ. მე მაგ რაღაც გარემოში ვერ ვიარსებებ. თავისუფალი ხალხი ვართ. თავისუფლებისკენ სწრაფვა არის მაგის გარანტია იდეაში. ოპა. რატომ სართული? რას ნიშნავს? თქვენი ეს სახელი. ძალიან ხშირად დასმული კითხვა. სხვა კითხვებთან ერთადაც და კაი ფორმატია ეს რა. სართული იმიტომ რომ მოვყვეთ მთლიანად ისტორია სად მე მგონი არა ნუ კაი მოკლედ სართული დავიწყეთ ნუ ეხა ჩემს სახლში რუსთაველის გამზირზე, რომელსაც უკვე ვცლიდით უკვე ნელ-ნელა მაშინ და სართულის იდეა გაჩნდა მაშინ, რეალურად დაიბადა, როდესაც ნუ სახელზე ვფიქრობდით, რაღაცა მილიონი ვარიანტი გქონდა, ჩვენ მეგობარი სანდრო ქავთარაძე მოვიდა, ესე დაჯდა, რომ წიგნი წავიკითხე ასეთიო, რომელიც სახელია პირველი სართულიო და ნუ ვფიქრობთ ამ სართულის გარშემო დავიწყეთ ფიქრით, რომ სართული მოგვეწონა რაღაცა შენობასთან არ დაკავშირებული ორიგინალური არის და რაღაცა ფუნდამენტის ჩადგმასთან რა. კი, ბევრ სახელს გამიხილავდით, მაგრამ ბევრი დაკავშირებული. ხო, ნუ ხო. თითქმის ყველა. ბევრი სართული, ბევრ სახელზე არც გვიფიქრია და ხო, ეს პირველი სართული არც იყო და 12 მოვფიქრეთ, იმიტომ რომ მაშინ იყო აქტუალური ეს 12 რეკომენდაცია ევროკავშირის, ნუ მაქედან დავიწყეთ რეალურად. და ხო, თან 12 სიმბოლური რიცხვი არის რა, რომ რაღაცა ბევრ რაღაცასთან არის კავშირში და ამიტომ დავარქვით 12 სართული და ნუ გარდაიქმნა ეს რეალურად ეს 12 მოვაშორეთ. სართული მარტივად სართული. როგორც ბრენდი ისე შევინარჩუნეთ. კი, როგორც ბრენდი შევინარჩუნეთ და ხო რა შენობასთან არის დაკავშირებული და რაღაც ახლის გაკეთებასთან ვარ. რამ გიბიძგა რომ საკუთარი პროფესიული კარიერის პარალელურად პოლიტიკურ ჭაობა წოდებულ სფეროში შემოსულიყავ. ეს ჩვენ ვამბობთ პოლიტიკურ ჭაობას.
ნუ იდეაში როცა დავაარსეთ 12 სართული, ვიყავი სტუდენტი საერთაშორისო ურთიერთობების და მგონია რომ თუ ეგ სფერო გაინტერესებს პოლიტიკაში აუცილებლად როგორც მინიმუმ კარგად გარკვეული უნდა იყო და რამაც მიბიძგა მარტის აქციების დროს ძალიან მძიმედ დაგვარბიეს და ძალიან ბევრი მოგვხვდა. და უბრალოდ მან ისიც იყო რომ რუსულ კანონზე არ იყო საკმარისი ინფორმაცია. და ეს ორი რაღაცა ბრაზი და რაღაც სივრცის შევსების სურვილი, ამ საინფორმაციო სივრცის გახდა ჩემთვის აი რაღაცა მაბიძგებელი, რომ გადამედგა ეგ ნაბიჯი და დავიწყე თანამოაზრეების ზებნა. აი მე დავადო იქამდე გქონდა სადღაც 2-3 თვით ადრე ნალაპარაკები რომ რაღაც უნდა გავეკეთებინა და რა თქმა უნდა ვადო პაპუნა აი წარმოიდგინე სანდრო ქავთარაძე შევიკრიბეთ აი თოვლის შობა ადგებოდა მეგობრებთან სახლში ძალიან ბევრი ადამიანი და უცებ დავიწყეთ პოლიტიკაზე ლაპარაკი რომ აი ესე ვქნათ იმიტომ რომ მაშინ მართლა ძალიან საჭიროება იდგა და მე მოგვიწრო რუსულმა კანონმაც ხო ანუ როცა ეგ იდეა დაგვებადა თავიდან ანუ ეგეთი პოლიტიკური კრიზისი არ იყო როგორც აი ეხლა რაც არის ეხლაც არა აი პირველი რუსული კანონის აქციების და ხედავ მე მაგის დაწყებას კი იქამდე იყო 20 ივნისი და 1000 მედურება, მაგრამ აი ეს რაღაც ერთი ფაზა რაც დღემდე მოდის არის ალბათ მარტიდან 23-ის და დამთავრდება გასართობლებმა გავიცადეთ ერთმანეთი და მე გადავზარდეთ ეს მარტის აქციებზე ნუ ეხა ერთად ვიყავით სულ რავი ყველაფერი ერთად მოკვდა ერთად შეგვესხა მაშინ კამიტი და არც ერთ ქიმიური ნივთიერება მგონი არ იყო რავი მე დაიწყეს გამოყენება კაცმა არ იცის ხო არ ვარ დარწმუნებული რომ ძალიან მაშინაც ძალიან სერიოზული ის იყო მე და ქავთამაც მე ქაშვეთის რო შევაფარეთ თავის საშინელება ხდებოდა მაშინ და მაგის მერე ერთ კვირაში გადავწყვეტეთ რომ მოდი დავიწყოთ იქნებ ქნათ რაღაც ვცადოთ რაღაც და მე მგონი გამოგვივიდა კი მონდი მწვანე დაია დავუსვით ერთმანეს თითო კითხვა ეცადეთ რომ იყოთ ორიგინალურები აუ კაი ორიგინალური ლივერპულმა უნდა გაუშვას თუ არა სალაჰი შენიერი სალაჰამდე მე ვიტყოდი რომ არნე სლოტი არის აუცილებლად გასაშვები იმიტომ რომ კი შარშანდელი გუნდი იყო იურგენ კლოპის გუნდი თავიდან ბოლომდე და იურგენ კლოპის მემკვიდრეობა და შემდეგ უკვე ის ერთი სეზონი სადაც ტრანსფერიც არ გაუკეთებიათ რეალურად იმ ერთ სეზონში პრემიერ ლიგა მოიგეს მაგრამ აი კრიზისი როდესაც დაიწყო მან უკვე ხედავთ ხო რომ სალაჰი არ მგონია იყოს პრობლემა უფრო მეტად ფეხბურთზე წესი მაყურებელი მივხვდა ფეხბურთზეა საუბარი ლივერპულთან არის უკვე ამიტომ დაუსვე კითხვა აქტუალურია ხო არ ვიცი ხო ვადოს რა შეიძლება ვკითხო იმიტომ რომ ზოგადად რაც კი თემა შეიძლება იყოს ყველაფერზე ვსაუბრობთ ნალაპარაკები გვაქვს ძალიან ზოგადია ვიყოთ აი რატომ არის ეს კანონი რუსული ბიჭო ეგ კანონი რუსული აი просто რაზე მეცინება აი განათლების რეფორმაში რა არ მოგწონს ხო განათლების რეფორმაში რა არ მოგწონს განათლების რეფორმა როგორც მე უკვე უწოდე კიდევ ერთხელ შემიძლია შეგიძლია არა იყოს არის იდიოტიზმი ოღონდ ანუ არ მერიდება ამ სიტყვის თქმა, იმიტომ რომ მართლა ძირს უთხრის ყველანაირ შანსს, ანუ აი ყველა მისი ხო არის რაღაცა დაშენებული ერთმანეთზე და რაღაც შეიძლება შუაში კარგიც იყოს. აი ფორმებზე მაგალითად სკოლის თქვათ რომ შეიძლება კარგია რა ვიღაც მოწოს, მაგრამ ის რომ მშობელმა უნდა იყიდოს ეგ. კაი, სასკოლოს თავი დავანებოთ. ის რომ კაი მესმის რომ ქალაქებში გასატანია ფაკულტეტებიდან ამ გზით ანუ არ ჯობია რომ კამპუსი ააშენო, ან საერთო საცხოვრებელი ააშენო, არა, მაინც და მაინც იმ გზით ქრეს რომ ილიაუნს წაართვეს იურიდიული რომ თესეუსთვის ანუ ჯობია რომ მიტრიალდე კამერასთან და ჩვენ ფორმატში გააგრძელო. ამაზე ამოწურავად გვაქვს ნასაუბრები ჩვენს TikTok გვერდზე შეგიძლიათ შევხვდეთ, ნახოთ არაერთი ვიდეო და თან. არა მორ TikTok-ზე და ხო რა მე მგონია რომ ეს განათლების რეფორმა თავის მე-12 კლასის რაღაცა წართმევით და ნუ ეხა ნებაყოფლობით კი ტოვებენ 3 წლიანი ბაკალავრით, 1 წლიანი მაგისტრატურით ყველანაირად უთხრის ძირს იმას, რომ ადამიანმა მიიღოს სრულყოფილი განათლება, ადამიანს ჰქონდეს შანსი ცხოვრებაში, თუნდაც გადასავლური განათლების შანსი და რა ვიცი რა. ეხ ჩემჯერია, ხო? მგონი? კი. ორი დარჩა, კი. ხვალ რომ არჩენები იყოს, რატომ უნდა მიცეს სართულს ხმა? იაგიტირი. ხო. ეს როლი ჯერ არ მეგონა თუ მომწევდა რომ მომერიო აგიტატორის. მაგრამ ხო ანუ რეალურად ჩვენი ხედვა ესეთია რომ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს და თუ გვინდა რომ სწორი მიმართულებით დავბრუნდეთ იმ სვლაზე სადამდეც შეიძლება ითქვას რომ ვიყავით აქამდე აი როგორც თქვი დაახლოებით სადღაც აი მარტის აქციებიდან მაგრამ იმას შეიძლება კამათი რომ მაშინაც არ ყოფილიყო. ნუ ევროპულ გზაზე დასავლურ გზაზე თუ გვინდა რომ დავბრუნდეთ საჭიროა და აუცილებელია ეს ძველი პოლიტიკური კლასის ჩანაცვლება ახლით და მე ვფიქრობ რომ როგორც მინიმუმ წარმომადგენლობითად
ახალგაზრდებს უნდა კონდეთ საკუთარი არაოფიციალური, მაგრამ საზოგადოების მიერ ბოძებული რაღაცა კონკრეტული კვოტა, რომელსაც წარმოადგენენ გინდ იყოს ეს პარლამენტში, გინდ საკრებულოებში და არ გულისხმობ მარტო ჩვენ ორგანიზაციას და ჩვენს მოძრაობას. და მე იმას დავამატებ, რომ ჯერჯერობით ხო მოძრაობა ვართ, არ ხო მოძრაობა, კი. ხო, აკლია ქართულ პოლიტიკას ის, რომ პატიოსთან დაკეთებდეს, სუფთა დაკეთებდეს და მართლა შავი ფულის გარეშე ეგ მაგ ძალიან ბევრს ნიშნავს რა. ხო თითქოს ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს იქ, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ბევრს ნიშნავს, რომ არავის არ უკეთებია აქამდე ეგრე ეგ საქმე, რომ ანგარიშვალდებოდა პატიოსთან დაკეთებდეთ და მართლა ეროვნულ საქმეს ვემსახუროთ. რა ისე რომ დავიბრალოთ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან მაგარი გუნდი ყავს რა, მართლა ახალგაზრდები დაკომპლექტებული. კი და ყველაფერსაც საკუთარ საქმეში ყველაზე მაგარი. უდიდესი პოტენციალი და აი წინაზე გქონდა რაღაცა მე ხუთე გაფართოების ტალღა და იქაც აღვნიშნე რომ იქაც აღვნიშნე რომ ყველა ჯერზე აი რაღაცნაირად უმჯობესდება და უფრო მაგარი და უფრო კარგი ახალგაზრდები მოდიან და ხო ვფიქრობ რომ აი რაღაც ეს პლატფორმა რაც შევქმნით და რის გარშემოც ვიზიდავთ ამ ახალგაზრდებს გონია რომ მაგის საბოლოო გამოვლენა უნდა იყოს ეგ რომ ამ ქვეყნის მართვაში ჩვენ წული ჩვენს უნდა შევიტანოთ და იმ ხალხმაც ვინც მოდის ჩვენთან და თან აი რეალური ხედვებით აი რო ეუბნები რომ ესე და ეს გაკეთდეს და არა ზოგადად რომ აი ევროკავშირი შეულ და მე რაღაც იქნება არა თავდაცვას დავისხედო განათლებას დავისხედო რა გვაქვს და გულ ნამუშევარი ზოგადად იმიტომ რომ ბევრს არ აქვს ალტერნატივა შეიძლება რაღაც აკრიტიკებდნენ მაგრამ ჩვენ კრიტიკას ყოველთვის ვაყოლებთ რაღაც ალტერნატიულ ხედვას და ეგეც მე მგონია რომ იმაზე მეტყოლებს რომ მიუხედავად ჩვენი ახალგაზრდობისა იმდენად კომპეტენტური ხალხი არის ჩვენს მოძრაობაში რომ შეგვიძლია ნებისმიერ საკითხზე ძალიან სერიოზულად რეფორმების დონეზე გავწეროთ და ხო ესეც შეგვიძლია დავანონსოთ რომ ამასაც ნელ-ნელა მოგაწვდით ჩვენ მთლიან ხედვას ზოგადად სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებით. ჩემჯერია. წესით. და ბოლო. ახალგაზრდა პოლიტიკოსებს ხშირად უნდობლობას უცხადებენ გამოცდილების და ცოდნის ნაკლებობის გამო როგორ გააბათილებთ ამ მოსაზრებას. ხო, ეგ არის მაგაზე თუ შეიძლება ან მე მგონია რომ მით უმეტეს დღევანდელ მსოფლიო კლიმატში ან აი რაღაც პოლიტიკურ მოცემულობაში რომელსაც ვართ აი ამ ძალიან ჩქარი განვითარებიდან გამომდინარე მგონია რომ ქვეყანას უნდა მართავდნენ ახალგაზრდები ანუ ზოგადად ეს შეხედულება მაქვს იმიტომ რომ თუნდაც ტექნოლოგიური განვითარება თუნდაც აი ეს ძალიან ჩქარი ცვლილებები რასაც შეიძლება წინათაობები ფეხს ვერ უწყობენ ახალგაზრდები იმ მომენტში და იქ ცხოვრობენ და ეს არის მათი ყოველდღიურობა და აი საქართველოსაც ეგ აკლია ძალიან და სხვა შორის რამდენიმე ადამიანი მაგაზე სულ აპელირებს რომ თუნდაც აი ტექნოლოგიური განვითარება თუნდაც აი ის რაღაც სიახლის შემოტანა რაც არის სხვა ქვეყნებში შედის ნელ-ნელა და ჩვენთან არ არის ხო რეალურად იცი რა არის და თან რა კი შეიძლება ეგ ლეგიტიმური კითხვა იყოს მაგრამ რა ვიცი ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მინახავს მართლა რა ესე რომ კი ძალიან სერიოზული განათლება აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება აქვს მაგრამ პატიოსნებაში ეშლება, ურთიერთობაში ეშლება ადამიანებთან, ნდობაში ეშლება და გადაწყვეტილებებს ეშლება პოლიტიკური და 3 წელი გინდა ორგანიზაციით, გინდა მოძრაობით, ბოლოს 7 თვე ისე მოვიტანეთ თავი, რომ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავითვალისწინოთ, ყველაფერს ძალიან პატიოსთან მივუყვეთ, ყველაფერი აი ძალიან ანგარიშვალდებულები ვიყოთ, სუფთად ვიაროთ და აი მართლა დანის პირზე გავიაროთ. ხო, და იმასაც მოდი რომ იმასაც არ ვიძახით, რომ ანუ მარტო ახალგაზრდები უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც გამოცდილება, რომელიც უნდა მიიღო. არა, ხო, თავისუფლად ყველა თაობის დახმარებით, მაგრამ ეგ არის რა, რომ რა თქმა უნდა, განათლებას მიღებული გვაქვს ყველას, გამოცდილებაც მოდის ეს ყველაფერი და არ მგონია რომ ახალგაზრდებმა ვინმეზე ნაკლებად შევძლოთ ამ ქვეყნის მართვაში და აშენებაში წვრილი შეტანა და აგურის დადება. მე მგონი რაღაც მომენტში, როგორც მინიმუმ რაღაც მომენტში მოგვიწევს. კი. დაასახელე ერთი რეფორმა, რომელიც ეთანხმება ქართულ ოცნებას. ანუ რეფორმა, რომელიც ისურვებდა, რომ შენი მოფიქრებული იყოს. ბიჭო, ჯანდაცვის რეფორმა კარგი ქონდათ, მაგრამ ძალიან ანუ ხო, მაგრამ ეგ საყოველთაო მოდელი არის და მე როდინდელი და აღარც მუშაობს. აღარც მუშაობს. იმიტომ რომ ვინც მაგ ჯანდაცვის რეფორმით სარგებლობდა ემიგრაცია. აი ხა ქართული ოცნების მოდ თვითონ ეგრე ყოფენ რომ რაღაც გახარიას პერიოდი არ იყო ქართული ოცნება, ეს ცალკე გუნდი იყო. არა, კობახიძემ ყველა დიპსტეიტიან კორუმპირებული. მაშინ აი რაღაც აი კობახიძიდან უნდა დავიწყოთ ალბათ, ხო მაგისათქო. და შენ გახსენდება რამე კობახიძის რეფორმა რაზეც არა. ერთი რეფორმა რაც მაგსენდება, რეფორმა, განათლების რეფორმა, არაფერი რეფორმა. განათლების რეფორმა არის. და ვიცი რა არის? ერთი კარგი რაც აი არ მაგსენდება რა. მართლა ანუ არ მიყვარს იცი, არ მიყვარს რომ დაუნახავი ვიყო ან რაღაც. ან რა რეფორმათ არ შეიძლება ჩავთვალო, მაგრამ ავტობუსები რომ შემოიყვანეს თავის დროზე, აი ეგ იყო კარგი წერტილი რა, განაახლეს. ეგეც მნიშვნელოვანია რომ
ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფული შემოყვანილ ავტობუსებს. არა, ეხლა ევროკავშირი შემოიყვანეს. არა, ნუ ის თანადაფინანსება იყო ბიუჯეტიდან, ხო და მაგას ანუ ჯერ ეგეც მოიპარეს. ევროკავშირის ფულით და ბიუჯეტით შემოყვანილ ავტობუსებს. რამდენი წელი გავიდა? 4 ხო მე მგონი? თუ ამდენი წელი თითქმის ყოველდღე გვამადლის კალაძე იმ დღესაც ხო თქვა რაღაც ძირგაუმპალი ავტობუსების რაღაც თქვენ კი ხო და რავი ეგეთი ეგრე რომ ნაცმოძრაობა რომ ამადლებდა ხოლმე სულ გზებს და რაღაცა შუქს ეგრე გავს რომ რაღაცა 8 წლის წინ შე რო გააკეთე გააფუჭე მე რაღაცა მაგაში კიდე რაღაც მხრივ არ დაგეთანხმები იმიტომ რომ გზები და შუქი ბევრად მნიშვნელოვანი რაღაც არის ვიდრე ავტობუსები ხო დეგრადაციისკენ მივდივართ ნეუნება რა და ხო რა ვიცი ეგ იყო მეტი ესე რა ეხლა ამ წამს თავდათა თუ ვინმეს ახსენდება კარგი გაწეროს კომენტარები გაგვიხარდა კი და თუ არ გვიჭირს არაფერს აღიარებას თუ ქართულ ოცნებაში ვიღაცას ეწყინა ის რომ ჩვენ ვერ გავიხსენით მათი კარგი რეფორმა შეგვიძლია ვიდებატოთ ნებისმიერ პლატფორმაზე არ გვიჯდებიან ოღონდ არსად დებატებში სამწუხაროდ განსაკუთრებით ახალგაზრდები განსაკუთრებით ახალგაზრდები ერთ-ერთ პოლიტიკიდან წავიდა მე მგონი კარგიც არის მე მგონი კი ეგ არის ამოვწურეთ მადლობა კაი ხო